ვერის სასაფლაოზე ასობით საფლავს შორის ერთი მიტოვებული სამარხია, რომელსაც ადევს ქვა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბით და წარწერით რუსულ ენაზე. გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ირაკლისძე ბაგრატიონ მუხრანსკი 1853-1918 წლები. 5 წელია უკვე შვილო დავდივართ ამ ბედურ სასაფლაოზე და აი ეს უკვე ჩატყდა. ფილოლოგმა ნანა მალაციძემ მიტოვებული საფლავი რამდენიმე წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინა. მას შემდეგ დრო გამოშვებით ამ ადგილს უვლის, თუმცა საფლავთან მისული სხვა არავინ უნახავს. ადმინისტრაციამ ესეთი საფლავები მაინც შეინახოს, რომელსაც არ ვიცი, ალბათ ნამდვილად პატრონი არ გამოუჩნდება, გაასუფთავონ, ზედნუ დაყრიან ნაგავს და არ ვიცი, გვარი ბაგრატიონი უკვე გვეუბნება იმას, რომ შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანია დასაფლავებული ამის ქვეშ. სასაფლაოს ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ბაგრატიონის სამარხის მოვლა საკუთარ თავზე აქვთ აღებული. ვერის სასაფლაოზე ჩვენი მისვლიდან მეორე დღეს საფლავი მართლაც გაწმენდილი და მოვლილი გვხვდება. ჩვენი შტოს გენეალოგია. ვინარის ალექსანდრე ბაგრატიონი, მონარქისტული მოძრაობის მეურვემ ია მუხრანელმა ბაგრატიონ მუხრანელების გენეალოგიური ხე გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მიტოვებული საფლავი ქართლის უკანასკნელი მეფის შთამომავალს ეკუთვნის. ბაგრატიონ მუხრანელების გენეალოგიური ხე ასე გამოიყურება. კონსტანტინე მეორე ქართლის უკანასკნელი მეფე. მისი შვილი ბაგრატ მუხრან ბატონი, რომელიც მუხრანელების შტოს დამაარსებელია. სწორედ მისი შთამომავალია ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრანელი. ალექსანდრეს შვილი გიორგი, გიორგის შვილი ირაკლი ესპანეთის შტოს დამაარსებელი. ირაკლის შვილი გიორგი, იგივე ხორხე კი იყო დიდი ბაბუა დავით ბაგრატიონ მუხრანელის, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ის არის პიროვნება, რომელმაც მერმე შვა ჩვენი ესპანეთის წარმომადგენლები. ძალიან კარგია, რომ ეს აღმოაჩინე და პირველ რიგში ალბათ მე უნდა გავაგებინო დავითს. უნდა ჩვენ თავადაზნაურობა ითავებს ალბათ ამ საფლავის მოვლას. ნამდვილად ეს გერბიც მუხრანელების გერბია. სამეფო კლუბის სპიკერმა საფლავის საკუთარი თვალით ნახვა გადაწყვიტა და ახალ აღმოჩენილ საფლავთან კიდევ ერთი სამეფო ისტორია მოგვიყვა. ალექსანდრე ბაგრატიონი ნიკოლოზ მეორის ამალის გენერალი ყოფილა. 1918 წელს ის ბოლშევიკებს ტყვე დაუყვანიათ და მოუკლავთ. შვილს ალექსანდრე საქართველოში მალულად გადმოუსვენებია და კალაუბნის ეკლესიაში დაუკრძალავს. მოგვიანებით, როცა ეკლესიის დანგრევა გადაწყვიტეს, შვილმა ცხედარი ვერის სასაფლაოზე გადაასვენა. მალე კი მისმა შთამომავლებმა საქართველო დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. სამეფო კლუბში ამბობენ, რომ ალექსანდრე ბაგრატიონის ერთ-ერთი შთამომავალი დღეს რუსეთის ტახტის მემკვიდრეა, რადგან მისი შვილიშვილი ლეონიდა ბაგრატიონი ცოლად რუსეთის ტახტის მემკვიდრეს ვლადიმერ რომანოვს გაყვა. რუსეთის საიმპერატორო ოჯახის ოფიციალურ გამოცემებში საკმაოდ დიდი პატივით არის ეს მოხსენიებული ეს ბატონი, იმიტომ რომ მისი შვილის შვილი დღეს გახლავთ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის უფროსის დედა. ჩვენი ქართლის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ცხოვრობს ასევე ესპანეთში. ერთადერთი დავითი ცხოვრობს აქ, მაგრამ დავით შეიძლება არ ცოდნოდა, რომ ის აქ არის დაკრძალული. ბაგრატიონის საფლავი დღემდე ვერის სასაფლაოზე არსებული მიტოვებული საფლავების რიგში იყო. მის გარშემო რამდენიმე საფლავზე უკვე გამოჩნდა გაფრთხილება, რომ აღნიშნული სამარხები შეტანილია მოუვლელი მიტოვებული საფლავების ნუსხაში. მოქმედი კანონმდებლობით თუ საფლავს პატრონი 20 წლის განმავლობაში არ გამოუჩნდება, ისინი ხელახლა გაიცემა. ქართველმა თავადაზნაურებმა ჯერ არ იციან გადაასვენებენ თუ არა სადმე ალექსანდრე ბაგრატიონის ნეშტს. ქართლის უკანასკნელი მეფის შთამომავალის სამარხი შესაძლოა ისევ ვერის სასაფლაოზე დარჩეს, რადგან სვეტიცხოველში ბაგრატიონთა საძვალე 1915 წელს დაიხურა.